სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში კი გამოფენა გაიხსნა ნუმიზმატიკური საგანძური, სწორედ ასე ქვია მას, ექსპოზიცია, რომელიც 3500-მდე მონეტას მოიცავს, საზოგადოებას საქართველოში ფულის მიმოქცევის საუკუნოვან ისტორიას აცნობს. გამოფენა სხვადასხვა ფორმის და წონის პრემონეტულ ნივთებს, კოლხური თეთრის იშვიათ ნიმუშებს, ქართულ სასანურ დრამებსა და სხვა მეფეების დროინდელ მონეტებს აერთიანებს. ექსპოზიცია დამთვალიერებლისათვის მუდმივი მოქმედი იქნება. პირველი შემთხვევა არის, როდესაც ესე ფართოდ აგვაქვს წარმოდგენილი ის მონეტები, რომელიც ინახება ჩვენ საცავებში. უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ მცირე ნაწილია ეს გამოფენილი, ძირითადად ალბათ ყველა გამონახველი მიხვდება, რომ როგორი სიმდიდრე ჰქონდა, როგორი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფულის წარმოება და საქართველოში არსებობდა საკუთარი ზარაფხანები. საქართველო განეკუთვნება უძველესი სამონეტო ცივილიზაციის უძველეს კერას და ჩვენთან ფულს აქვს 27 საუკუნოვანი ისტორია. პირველი მონეტა იჭრება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში და ამიტომაც განვეკუთვნებით ამ ცივილიზაციის კერას. აქ წარმოდგენილი მონეტები არის 5% ჩვენი კოლექციის, ანუ პოტენციალი ამ კოლექციის საკმაოდ დიდია. ყოველგვარი გადაჭერბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ პატრონი მსოფლიო მნიშვნელობის კოლექციის.